დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ რამდენიმე ორიგინალური ნივთი საკუთარი ხელებით. დამიჯერეთ, ყველა მეთოდი ძალიან მარტივია, შედეგით კი ძალიან ისწამოვნებთ. ამ ორიგინალური ჭიქის გასაკეთებლად დაგჭირდებათ თეთრი ფერის სადა ჭიქა, თბილი წყლით სავსე ჯამი, 2 სხვადასხვა ფერის ფრჩხილის ლაქი, კბილის ჩხირი. თბილ წყალში ჯერ 1 ფერის ფრჩხილის ლაქი ჩაასხით, შემდეგ მეორე ფერის. კბილის ჩხირით მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა. ეცადეთ დროულად გააკეთოთ ყველა მოქმედება. შემდეგ ჭიქა ჩადეთ წყალში და როცა ფრჩხილის ლაქს ბოლომდე აიკრავს, ამოიღეთ. მიიღებთ ასეთ ორიგინალურ და ექსკლუზიურ ჭიქას. ასეთი წიგნის სანიშნეს გასაკეთებლად დაგჭირდებათ ფერადი საქსოვი ძაფი, მყარი ქაღალდი, მაკრატელი და წებო. პირველ რიგში აიღეთ ძაფის ზომა წიგნის მიხედვით. მოჭერით ძაფი სამცალად ოდნავ მეტ სიგრძეზე. შეკარით ძაფის ერთი ბოლო და დაამაგრეთ მაგიდაზე სკოჩით. დაიწყეთ დაწვნა. როცა დაწვნას მორჩებით, ბოლოში შეკარით. შემდეგ ოდნავ მყარ ქაღალდზე მოხაზეთ ოვალი და 2 ცალი გამოჭერით. ორივე ოვალი ამოჭერით შუაში და მიადეთ ერთმანეთს. დაიწყეთ ზედ ძაფის დახვევა. რაც უფრო მეტ ძაფს დაახვევთ ქაღალდზე, მით უფრო ფუმფულა პომპონჩიკს მიიღებთ. როცა ძაფის დახვევას მორჩებით, შემოჭერით ბოლომდე. შემდეგ ფურცლები აქეთ-იქით გადაწიეთ და შუაში ძაფით შეკარით. დაწნული თოკის შიგნით ჩაამაგრეთ. შემდეგ ფურცლები გამოაცალეთ და ბოლოს პომპონჩიკი მაკრატლით გაალამაზეთ. სანიშნე წიგნის უკანა ყდაზე წებოთი და ქაღალდით დაამაგრეთ. მიიღებთ ასეთ ორიგინალურ სანიშნეს. ჭიქის სახელურის ასეთი გაფორმებისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ საქსოვი ძაფი. ჭიქის სახელურზე რამდენჯერმე შეკარით ძაფი, რომ არ გაიხსნას და დაიწყეთ მოქსოვა. გაჭიმეთ თოკის მარცხენა მხარე და მარჯვენა ნაწილი გაატარეთ სახელურის ქვემოდან. ასე გააკეთეთ ბოლომდე. როცა ქსოვას დაამთავრებთ, ბოლოში თოკი რამდენჯერმე შეკარით და ზედმეტი ნაწილები მოაჭერით. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გქონდეთ ყველასგან განსხვავებული ჭიქა. თან ცხელი სასმელის მირთმევის დროს ხელიც არ დაგეწვებათ.